გამარჯობათ, მე ია ვარ, კვარაცხელია, სოხუმიდან. მოგესალმებით, ჩემო სოხუმელებო, ჩემო თბილისელებო, ჩემო საქართველო, ყველას მოგესალმებით, ყველა მიყვარხართ, ყველა მახსოვხართ. თუმცა 28 წელი გავიდა, რაც უკვე აქა ვარ, მაგრამ ყველა გულში მყავხართ და ღმერთმა ქნას, რომ ყველანი სოხუმში დავბრუნდეთ და აი მე მგონი იმდენ გერმანელს ჩამოვიყვან, რომ ტურიზმი ალბათ აყვავდება, ყველას ვეუბნები, ყველას ვეპატიჟები სოხუმში, რომ დავბრუნდებით სოხუმში, თქო, რომ სადმე რომ წავალ და ლამაზ ადგილს რომ აჩვენებენ, ვეუბნები, ვაიმე, ჩემი სოხუმი უფრო ლამაზია, ჩემი სოხუმი, ღმერთმა ქნას, რომ ის დრო დადგეს, რომ მართლაც აი ჯერ თვითონ დავბრუნდეთ და მე სტუმრები ჩამოვიყვანოთ. ასე მგონია, რომ მაინც სტუმრად ვარ აქ, მიუხედავად იმისა, უკვე გერმანული მოქალაქეობა, უკვე პედაგოგი, სოხუმშიც პედაგოგი ვიყავი, სოხუმის უნივერსიტეტში ვასწავლედი, თუ ვინმე ჩემი კოლეგა მიყურებს, თუ ჩემი ყოფილი სტუდენტი მიყურებს, ვინმე ყველას მოგესალმებით, ყველა მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მაქვს სოხუმის უნივერსიტეტთან კავშირი მაინც სულშია, სულ ყველანი მახსოვხართ, ყველანი მიყვარხართ. სოხუმის უნივერსიტეტში ვასწავლედი, მე სოხუმის უნივერსიტეტი რო გადმოვიდა თბილისში, ძიმე გზა გავიარეთ, რესპუბლიკური საავადმყოფო, მე იმ დროს გახსენება ძალიან მიჭერს და იმ პერიოდში თბილისში ვასწავლედი, სოხუმის უნივერსიტეტში უკვე. მე გოთეს ინსტიტუტში ჩამოვედი საგზურით, სტიპენდიით ჩამოვედი ბერლინში. და მე თითქოს ერთი სემესტრით მინდოდა დარჩენა უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა აქ. ვაპირებდი ვითომ ერთი სემესტრი დარჩები და მე მაინც ალბათ აფხაზეთში ვბრუნდებით და მე აქედან თქვენზე უფრო ადრე დაბრუნდები მეთქი და უკვე 28 წელი გადის აქ ვარ. ვასწავლე გერმანულს სკოლაში, უმეტესად უცხოელებს, გერმანული როგორც უცხო ენა ვასწავლე და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, როგორც თბილისში, როგორც სოხუმში, როგორც თბილისში, მთელი სულით და გულით ვდებ და ვცდილობ, რომ შევაყვარო ენა, შევაყვარო ეს ქვეყანაც და ვეუბნები სულ, რომ თუ შეძელი მე შემიყვარდა, თქვენც შეგიყვარდება, თუნდაც მაშინაც, როდესაც იქ სოხუმში მასწავლებელი პედაგოგი ვიყავი და უცებ აქ სტუდენტი გავხდი, მაინც სულ ჩემს თავს სულ ყოველთვის წარმოვადგენდი მასწავლებელი ვარ. ერთი წუთისაც არ დამიშვია, რომ მე შევწყვიტე პედაგოგობა. მაშინ უფრო ჭირდა, ძალიან ჭირდა, რომ დიპლომის აღიარება, ამიტომ მომიწია, რომ ისევ თავიდან უნივერსიტეტში შემეტანა საბუთები და ისევ აქ მესწავლა. დღემდე ვარ სკოლაში, დღემდე იგივე სიყვარულით, იგივე მონდომებით, მაგრამ თუ დაბრუნება იქნა აფხაზეთში, ჩვენ სოხუმის უნივერსიტეტში, იქ რო გავხსნით, რო ჩავალ და იქ რო გავხსნით, ალბათ შევძლებ, ჩემი ბერლინი ალბათ არ მიწყენს, თუ მე სოხუმში დავბრუნდები, იმიტომ რომ სოხუმი პირველი სიყვარულია, მეორე სიყვარულია ბერლინი, მეორე სიყვარულია გერმანია და ამიტომ ვარ დროებით. ჩემი ყოფილი სტუდენტი ჩემს სკოლაში ასწავლის, ორივე გვერდ ოთახებში ვართ და რო ვხვდებით ერთმანეთს, მეგრულად რომ მომესალმება, იმ მომენტში სულს მithვობს ეს ყველაფერი და ფიქრობ, რომ ყველაფერი რაღაც ღვთის განგებით ხდება, რომ აი ასე ერთმანეთს რო ესე გავაძლიეროთ ერთმანეთი და გაძლიერებული რომ დავბრუნდეთ მერე. ჩემი ზღვა მენატრება, ის ზღვის სუნი მენატრება. რაღაც ეს მარილიანი ზღვის სუნი, რაღაცა სიგიჟემდე მენატრება, აი ზღვაზე რო აღმოჩნდები ხოლმე, რომ კარგად სუნთქავ და მაშინ ხვდები, რომ აი როგორ მიჭირს თურმე სუნთქვა ზღვის გარეშე. წლების უკან ალბათ 26 წელი, 27 წელი იქნება, შემთხვევით გადავეყარე ჩემს ყოფილ მასწავლებლებს, რომელიც ერთი სემესტრი მასწავლიდა სოხუმის უნივერსიტეტში ვიოლეტა ავიძბა. მეგონა რომ აი გონებაში არც იყო ეს დაფიქსირებული და რაღაც შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს და აი მიუხედავად იმისა, რომ ახალი დამთავრებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი, რომელიც არასდროს არ განელდება მამის სიკვდილთან დაკავშირებული ტკივილი და ყველაფერი, ბევრი ახლობელი და რა ვიცი, ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რო დავინახე იმ მომენტში რაღაც ეს ყველაფერი დამავიწყდა. იმ მომენტში იყო ჩემი. აი ჩემი იყო ძალიან ესმოდა ჩემი, იმიტომ რომ იმ მომენტში
მასაც ენატრებოდა აფხაზეთი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის გამარჯვებული, თუ შეიძლება ამ ომში გამარჯვებული ვინმეს ეწოდოს, ის გამარჯვებულის მხარეს იყოს, მაგრამ მადლობა ვიოლეტას, რომ იმას ჩემთვის არ უგზნობინებინა, რომ აი ეს მაღალი გამარჯვებული მხარე იყო. ჩვენ ერთმანეთს შავეხუტეთ და ორივე სრემლები გზდიოდა და ის ადამიანი, ვინც რაღაც აი ამ შეხვედრის მონაწილე იყო, რომელიც აფხაზეთ-ქართულ ურთიერთობების აღდგენას ცდილობდნენ გერმანული მხარიდან. აი მახსოვს ასეთი წინადადება თქვა, თუ თქვენ ქართველი და აფხაზი აი ასე ერთმანეთს აი ასე ემოციურად ხვდებით, მაშინ ეს ურთიერთობა შეიძლება აღსდგეს. და მე ჯეროდა მაშინაც, ჯერა ახლაც, რომ ეს ურთიერთობა აღსდგება, აუცილებლად აღსდგება.